ხესტი გასლა ვნახოთ ახლა ვის უყარხართ. მე მგონი საინტერესო თემატიკა, განსაკუთრებით მათ დაინტერესებთ, ვინც ეულად არიან ახლა წყვილის გარეშე, ან მიტოვებულად გრძნობენ რაღაცნაირად მოწყენილად, მით უმეტეს ზამთრის სუსხიან ესე იგი დღეებში, თუ ამ გასვლას მაშინ უყურებთ, თუ ზაფხულის დღეებში უყურებთ, მაინც შეიძლება სულიერი ზამთარი გაქვთ და გავიგოთ აქედან გამომდინარე, ვინ ხართ თქვენ რა ენერგიებში ხართ დღესდღეობით, როცა აი ამ გასვლას უყურებთ და თუ დაემთხვა უყურეთ ბოლომდე, ყველა ვარიანტი ლაიქები არ დაგაწყოთ. მეგობრებო, მადლობა ყველა სათითაოდ, ყველა გულის და ყველა თბილის სიტყვისთვის. მეც მიყვარხართ კიდევ ძალიან მინდა იცოდეთ. ვინ ხართ რა ენერგიებში ხართ დღესდღეობით, როცა ამ გასვლას უყურებთ. ესე იგი, ძალიან საინტერესო ამბავი ამოვიდა. ეხლა გაჩვენებენ სამუშაო რეჟიმში, არ ვიცი, რაღაცას მუშაობთ, პირდაპირ გაგებით ეხლა სამუშაო ადგილას იმყოფებით და ვიღაცასთან დუეტში, ასე ვთქვათ, რაღაცა ერთ ადამიანთან მაინც რაღაცა სამუშაოს ასრულებთ, რაღაცას რგავთ, რაღაცას ზრდით, თქვენი ფირმის რეპუტაცია იქნება აქედან დაწყებული, თუ პირდაპირ გაგებით სამუშაოში ხართ ჩართული და ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, ენერგეტიკას ხარჯავთ და მიმართულია თქვენი სამუშაო რეჟიმისკენ, იმიტომ რომ ორიან ჟეზლი ეს არის ყოველთვის ჟეზლების საერთოდ სამუშაო რეჟიმია, ასევე არის ჟეზლი ტემპერამენტი და ენერგეტიკული დაკავშირებულობა. ძალიან საინტერესო დედოფალი ჰაერის და პრინცი ჰაერის. თქვენ არ ვიცი, რომელს წარმოადგენთ ამ შემთხვევაში დედოფალს თუ პრინცს, ერთ ენერგეტიკაში ხართ იმ ადამიანთან მიმართებაში, ვისთან ერთადაც იმყოფებთ, ვიზეც ფიქრობთ. ეს არის თქვენი პარტნიორი თუ თქვენი სამუშაო პარტნიორი თუ რა გაკავშირებთ, დიდი ალბათობით ბევრისთვის იქნება ისე, რომ სამუშაო რაღაცა რეჟიმი გაკავშირებთ, სწავლის რეჟიმი ერთად გაკავშირებთ, რაღაცა ბიზნესი გაკავშირებთ, საქმიანობა გაკავშირებთ ამ ადამიანთან, ამ ადამიანის რომელ მხარეს კიდევ ვიმეორებ, წარმოადგენთ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ და მიხვდებით ახლა მამაკაცს აქვს პრინცს ცოტა შპიონის ისეთი ენერგეტიკა, ცოტა უნდობლობის, ეჭვიანობის, რაღაცაში არ გენდობათ, რაღაცა სულ უნდა რომ თავის თვალით ნახოს, ხისტი ისეთი ჰაერის ენერგეტიკა, ორივე წარმოდგენილი ხართ ამ შემთხვევაში ჰაერის სტიქიათ, წყვილად წარმოდგენილი ხართ, ერთ ენერგიაში, ერთნაირი ფიქრებით, ერთნაირად უნდობლობით, დედოფალიც არის ცივი, რაღაცა თავის ემოციას და გრძნობას მაქსიმალურად არ გამოხატავს, მენტალურად განვითარებული ადამიანები არიან ძალიან ჰაერის სტიქიის წარმოადგენლები, ტყუპები, სასწორი ან ვერწყულის ნიშანს წარმოადგენს როგორც წესი, მაგრამ შეიძლება ორივე არ წარმოადგენდეთ ჰაერის სტიქიას, უბრალოდ ენერგეტიკულად ეხლა როცა ამ გაშლას უყურებთ, ეს არის თქვენი ენერგია ორივესი ხისტი, ისეთი ცივი ერთმანეთის მიმართ, უნდობლობა ერთმანეთის მიმართ, ახსნაირად არაემოციური განწყობა, დობა. წარმოჩენილია ადამიანი, მამაკაცი, ჟეზლის მეფეთ შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელმაც თქვენ მიგატოვათ. წავიდა და მიგატოვათ. ესეთი მე-15 მაღალი არკანი ეშმაკით, ვისთანაც ჰქონდათ შეხება, ვისზეც იყავით დამოკიდებული ფინანსებით, ემოციურად, რაღაცა სექსუალურად, ყველა ვარიანტში რაღაცნაირი დამოკიდებულება გქონდათ ამ ადამიანთან. არ ვიცი. ყველა თქვენი გადაწყვეტეთ რა და როგორი დამოკიდებულება გქონდათ. ასეთი ენერგეტიკა არის, რომ ასეთ ადამიანს ენათრებით, მოკლედ იდენტიფიკაციას მივაყოლე, მაგრამ თუ ვატყობთ, რომ თქვენი ენერგეტიკაა და ემთხვევა გაშლა უყურეთ, თუ არა და უყურეთ და მიხვდებით თქვენზე იყო ეს გაშლა თუ არა საბოლოო ჯამში. მოკლედ, ასეთ ადამიანს ენატრებით, ვისაც დაუყვარხართ, ვისთანაც შეხება გქონდათ აი ესეთი ფიზიკური დამოკიდებულება, ეშმაკისეული, ეს არ არის სულიერების მდგომარეობა, ეს არის უფრო დაბალი ვიბრაცია, უფრო ხორციელი ტკბობა, უფრო მიჯაჭვულობა ენერგეტიკულად ადამიანთან, ადამიანი, რომელიც ძალიან რთულია შენ გვერდზე
და მის გარეშე კიდევ უფრო რთულია ეს ადამიანი ასე გრძნობს თავის თავს თქვენთანაც და თქვენს გარეშეც, მოკლედ რაღაცნაირი მოჯაჭვულობა გაქვთ ერთმანეთის მიმართ, ვერ შორდებით მენტალურად, ვერ შორდებით ფიზიკურად საბოლოო ჯამში, ასეთ ადამიანს უყვარხართ. რას წარმოადგენს ახლა ეს ადამიანი თქვენთვის უფრო კარგად რომ მიხვდეთ? რაღაცა მოლოდინის რეჟიმშია, გაჩერებულია თქვენი ურთიერთობა და გაკვირდებათ იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი უყურებს, ვეტყვი რომ ეს ქალბატონი გაკვირდებათ. ეს გაკვირდებათ შეიძლება სოციალურ ქსელებით, რაღაცა გამადიდებელი უჭირავს, მოკლედ ყველა დეტალი უნდა რომ დაინახოს და თავის თვალით ნახოს და რაღაცა უნდობლობის რეჟიმი აქვს, მაგრამ ეს წარმოდგენილია როგორც თქვენი კარმული პიროვნება, თქვენი ბედი, თქვენი კარმა, თქვენი წყევლა, თქვენი ლოცვა, ასე ვთქვათ. მე-6 მაღალი არკანი შეყვარებულებით, ეს არის თქვენი კარმული პიროვნება. კარმული არ ნიშნავს კიდევ მეორე რომ აუცილებლად თქვენი მეუღლე იყო ან გახდება, ეს არის კარმული პიროვნება, რომელიც საჭირო იყო თქვენ ცხოვრებაში რომ გამოჩენილიყო და რაღაცის მასწავლებლად მაინც ყველა ვარიანტში საჭირო იყო იმ პერიოდში როცა გამოჩნდა, რაღაცისთვის გჭირდებოდათ თქვენ მას თქვენი მხრიდან რაღაცისთვის გჭირდებოდით, ანუ კარმულად საჭირო იყო თქვენი წყვილის, ასე ვთქვათ, რაღაც პერიოდი მაინც არსებობა. მოლოდინის რეჟიმშია და არ იმძრევა ახლა რაღაცას ელოდება 1-2 თვის განმავლობაში დიდი ალბათობით ფინანსებს უფრო ელოდება ან რაღაცა დაწინაურებას ელოდება, რაღაცამ უნდა იშვას. ფეხმძიმის მდგომარეობაში ახლა რაღაცას ელოდება მე-7 თვეში ეს ქალბატონი და ვაშლიც, ასე ვთქვათ, დამწიფებული არ არის, ძალიან უნდა რომ მიირთვას პირდაპირ გაგებით ეს ნაყოფი, დატკბეს, ასე ვთქვათ, ვაშლის გემოთი, მაგრამ ვინაიდან მკვახეა და ჯერ დრო არ არის დამწიფებული და მასაც, ასე ვთქვათ, ჯერ არ მოსვლია დრო რომ იმშობიაროს, კიდევ 1-2 თვე მოუწევს, ასე ვთქვათ, ლოდინი. ნამდვილად ეს ქალბატონი არის დედოფალი, პრინცესა პენტაკლის, რაღაცნაირად რესურსული, ძალიან მნიშვნელოვანი ქალბატონი თქვენ ცხოვრებაში, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასე ვთქვათ, რესურსული ქალი, რომელსაც ძალიან აფასებთ, ძალიან ისეთი კარგი ფინანსების გამომუშავება შეუძლია თავის მოვლის პროცედურებში აბსოლუტურად დაუნანებლად თავის ფინანსები ჩადოს, თუმცა ბოლო კაპიკს ჩადებს თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ამ ქალბატონს თავისი რაღაცა შკატულკა ბრჭყალებში ფინანსების გააჩნია. ინახავს კიდევაც, კარგად გამოიმუშავებს, კარგი რესურსული ქალბატონია. გაშლა არის ორივე სქესთვის ასაკურველია მამაკაცებმა ქალბატონებმა. თქვენ თავზე მოიგეთ. ასეთ ადამიანს უყვარხართ და ენატრებით. კიდევ თუ არის ვინმე ვისაც თქვენ უყვარხართ. რამდენი გყავთ? ეხლა უკვე ქალებისთვის არის ინფორმაცია ქალბატონებისთვის უფრო წარსულში ვისთანაც ემოციური მდგომარეობა გაკავშირებდათ, ვისაც იგონებთ ხოლმე მასთან გატარებულ პერიოდებს, რაღაცა ტკბილი დღეები და წუთები და ემოციური, ასე ვთქვათ, ზღვაში წყვილი არის აქ, იხსენებთ ემოციურ შეხვედრებს, სექსუალურ შეხვედრებს შესაძლებელია ადამიანს კონდეს ჰოროსკოპის წარმოდგენილი იყოს როგორც ცეცხლის ტიქის მშულდოსანი ვერძიან ლომი, მაგრამ აუცილებელი არ არის კიდევ მეორე ენერგეტიკულად არის ძალიან ტემპერამენტით და ესეთი მიმზიდველობით და შარმით გამორჩეული ცეცხლის ტიქის მეფე როგორც წესი, ადამიანი რომელიც პერიოდულად მიდის და მოდის თქვენ ცხოვრებაში რაღაცა ტრიალებს ციკლურად, არ არის პირველი თქვენი დაშორება და მონატრება და მე ისევ შერიგება, ასეთ ადამიანს უყვარხართ. კიდევ ვის უყვარხართ გავიგოთ? თუ არის კიდევ მაინტერესებს. ეს არის დღესდღეობით, ვისაც ძალიან უყვარხართ ნამდვილად ემოციური ფონი აქვს თქვენთან მიმართებაში გულწრფელი, თუმცა რჩევის სახით მიიღეთ ჩემგან ასე რომ დროა იმისი რომ გაანულოთ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი წარსული სტრესი და ნეგატივი დატოვოთ წარსულში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფიქრები გაქვთ ცუდი და ნეგატიური და შეიძლება უძილობაც გაწუხებთ და სტრესში გადაგდით, ასე ვთქვათ, დეპრესიაში გადაგდით უკვე ეს ყველაფერი ესეთი ადამიანები, ვინც დეპრესიაში გაგდებათ ემოციურად და ფიზიკურად, მათთან ურთიერთობა რჩევის სახით მიიღეთ რომ უნდა გაანულოთ და იმპერატრიცა ხართ. იმპერატრიცა ეს არის რესურსული ქალი. იყავით ის ქალი
დედოფალი ვინც ხართ, ნამდვილად დააფასეთ თქვენი თავი, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში თქვენ ხართ დედოფალი.